საქართველოში სამშენებლო სარემონტო მასალები გაძვირდა, როგორც იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე გაძვირებული ლოგისტიკა და მზარდი ტრანსპორტირების ხარჯები ადგილობრივ ბაზარზე უკვე აისახა პროდუქციის ფასებზე. ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ივნისში ფასების ყველაზე მკვეთრი 16%-იანი ზრდა სწორედ ტრანსპორტირების ჯგუფში დაფიქსირდა. როგორ აისახა რამდენიმე თვიანი კონფლიქტი და მისგან მომდინარე ეფექტები საქართველოს სამშენებლო სარემონტო ბაზარზე, ნუცა შუბაშვილი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში, ნუცა ისმენთ. ელენე მოგესალმები. მართალია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ ფაზაში აღარა, თუმცა მისგან მომდინარე ეფექტებმა საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროდუქცია უკვე გააძვირა. მათ შორისაა სამშენებლო სარემონტო მასალები, როგორც იმპორტიორ კომპანიებში ამბობენ, ამერიკა ირანის ომის შედეგად შექმნილმა ენერგოკრიზისმა არაერთ ქვეყანაში ნედლეულის წარმოება მკვეთრად შეამცირა და მთელი რიგი პროდუქცია გააძვირა. ამ ფაქტორებმა კი საქართველოს ბაზარზე ასახვა უკვე პოვა. როგორც მაგალითად გორგიაში ჩვენთან საუბარში ამბობენ, დაახლოებით ერთი თვეა, რაც მათ ქსელში რიგ პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი. გაძვირება ყველაზე მკვეთრად პლასმასის შემცველობის პროდუქციას შეეყო. ნედლეულის გაძვირებას ემატება ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაც, კერძოდ როგორც იმპორტიორ კომპანიებში აღნიშნავენ, ჩინეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯები გაორმაგებულია, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასებზეც ახდენს გავლენას. კომპანია ზოჩი კი აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენებმა ყველაზე მეტად ასახვა კორპორატულ სეგმენტზე იქონია, სადაც მარჟა შედარებით ისედაც დაბალია. ნედლეულიდან პლასმასის მიმართულებით მწარმოებლებს შეექმნათ დიდი პრობლემები, ისევე როგორც იმ მასალებს, რომელშიც ბიტუმი გამოიყენება, ასევე ძალიან მკვეთრად შეიცვალა ფასები ხის მასალებზეც და ეს პროდუქტის მშენებლობაში ერთ-ერთი გამოყენებადია. და ჩვენ დავინახეთ, რომ ფასების ცვლილება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იყო სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ყველაზე მეტად გავრცელებული მილებზე, რომელიც პლასმასის სხვა ტიპის მონაცემს შეიცავს, ისევე როგორც ნახეთ, ასევე ფასების ცვლილება ტოლზე და ისეთი ტიპის სამშენებლო მასალაზე, რომელშიც ბიტუმი ურევია. ძალიან შეიცვალა და მკვეთრად გაიზარდა ფასები ჩინეთიდან ტრანსპორტირებაზეც. დღეს დაახლოებით $7,000 ფარგლებშია 40-იანი კონტეინერის წარმოება ჩინეთიდან, როდესაც ეს დაახლოებით $3.5 ღირდა დოლარში და ამანაც იქონია გავლენა ქართულ ბაზარზე. ცალკეულ ჯგუფებზე, იმ ჯგუფებზე, რომელიც პლასმასთან არის კავშირში, იმ ჯგუფებზე, რომელიც დიდი ტრანსპორტირების ხარჯებს მოიცავს, იმ ჯგუფებზე, რომლებიც მოიცავს ბიტუმს და ხის მასალებზე, ფასები დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაიზარდა. გარკვეული ცვლილება მოახდინა უფრო ახალ შემოსატან პროდუქციაზე, ჯერჯერობით ამ ეტაპზე და აი ვთქვათ ახალი პროექტები, რაც დავთვალეთ, ვთქვათ დათვლილი ქონდა მანამდე ეს პროექტები, ამ პროექტებზე გავლენას თავისთავად ახდენს ეს ფასის ცვლილება და შეიძლება არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა და იყოს 2-დან 5%-მდე ან 2-დან 7%-მდე, მაგრამ თავისთავად ცვლილება არის მაინც და მომხმარებლისთვის საგრძნობი არის. ეს უფრო არის კორპორატიულ სეგმენტში, სადაც აი ფასი ძალიან გრძნობი არის. რაც შეეხება საცალო ფასს, ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ დავიჭიროთ ეს საცალო ფასი, იმიტომ რომ საწვავის ფასი ისეთ რა ხან გაიზარდა, ცოტა დასტაბილურდა, მე შემინარჩუნეთ, თუმცა ახლა კონტეინერების ფასიც გაიზარდა საკმაოდ ჩინეთიდანაც გადაზიდვა, თუმცა ეს წელიწადში რამოდენიმეჯერ ისედაც ხდება, არის ხოლმე ესეთი ტრენდი ასვლის ჩამოსვლის ამ ფასის შესაბამისად. მიუყვებით, გარკვეულ პროდუქციაზე გვიწევს ფასის კორექტირება, გარკვეულზე ვინარჩუნებთ და აი ამ ლავირების პროცესში ვართ. იმაზე, რომ ტრანსპორტირების და საწვავის გაძვირების ფონზე იზრდება სამშენებლო სარემონტო მასალების თვითღირებულება, საუბრობენ ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმა BOMO-GIS-იც, როგორც პლატფორმის დამფუძნებელი მაია ზავრაშვილი აღნიშნავს, არსებული ფაქტორები გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე, თუმცა მისივე განცხადებით პლატფორმა მომხმარებლებისთვის ფასებს ამ ეტაპზე უცვლელად ინარჩუნებს და ჯერჯერობით პროდუქციის გაძვირებისგან თავს იკავებენ. ჩვენს შემთხვევაში სწორედაც რომ როგორც მასალის ღირებულებაზე ახდენს გავლენას, ისე სერვისის ნაწილში გადაზიდვის ღირებულებაზე, იმიტომ რომ ჩვენ დელივერიც გვაქვს, გარდა იმისა, რომ საქონელს ვყიდით, ხო? ანუ საქონელი იმ ტიპის და იმ სახეობისაა ჩვენთან, რომლის პროცესინგში, ანუ რომლის წარმოებაში საწვავი მნიშვნელოვნად მონაწილეობს, მაგალითად კარიერების დამუშავება, სადაც საწვავი მნიშვნელოვანი არის თვითღირებულებაში. შესაბამისად
შესაბამისად საქონლის ფასიც იზრდება, გადაზიდვის ხარჯიც იზრდება, ხო? ჩვენივე გადაწყვეტილებით იმგვარი ბალანსი ვიპოვეთ, რომ ზრდა არ ქონოდა არც პროდუქციაში და არც გადაზიდვაში, თუ არ ჩავთვლით ახლა არმატურას, რომლის ფასებიც ყოველკვირეულად, ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად დავიკავეთ ეს ფასები, მაგრამ თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ძალიან გაგვიჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც ახლა გვაქვს. როგორც აღინიშნა ტრანსპორტირების ფასების ზრდა ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს, კერძოდ ივნისში ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სწორედ ამ ჯგუფში, საქსტატის მონაცემებით წლიურად ამ ჯგუფში ფასები 16.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 24%-ით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია და 12%-ით სატრანსპორტო მომსახურება, რაც თავის მხრივ გასულ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ფასები ასევე მზარდია საკონტეინერო გადაზიდვებზეც, ჯერ კიდევ დაუსრულებელი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე 40 ფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და დაახლოებით $4,550 ფარგლებშია. მადლობა ნუცა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.